ალბათ თქვენს უმრავლესობას არაერთხელ უოცნებია, რომ კრიმინალური და ზოგჯერ მისტიკური თავსატეხები მისტერ შერლოკ ჰოლმსივით ამოგეხსნათ, ან თუნდაც კომისარ მეგრეს გამჭრიახი აზროვნება გადმოგდებოდათ. თქვენ ხედავთ თითქოს თვითმკვლელობის რაღაც ფაქტებია, მაგრამ აუცილებელი პირობა არის ის, რომ პირველად გაითვალისწინოთ ეს არის მკვლელობა. აი უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ეს არის მკვლელობა და ნელ-ნელა არის ეგეთი დედუქციის მეთოდი, გამორიცხვის მეთოდი და აი გამორიცხვის მეთოდით უკვე ხვდები შედეგად მართლა მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა. სხვადასხვა კრიმინალური კვანძის ამოხსნას პროფესორი გია დეკანოზიშვილი ახლა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ალმა მატერის სტუდენტებს უხსნის. სამართლის სკოლის მოსწავლეები კრიმინალისტიკაში სპეციალურ კურსს გადიან. თუმცა ამ პროფესიული კურსის გავლა 17 წლიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს უნდა მიმართოთ. საზოგადოებაში აზრი დადის, რომ კრიმინალისტიკა მარტო შეისწავლის თითის ანაბეჭდებს, კვალის მოძიებას, არავითარ შემთხვევაში კრიმინალისტიკა არის თავიდან ბოლომდე გამოძიება და კრიმინალისტი თვითონ სიტყვა კრიმინალისტი გვეუბნება, რომ ეს ადამიანი არის გამოძიებელი, რომელმაც იცის ეს მითკიცებების მოგროვება, გაფორმება, დამაგრება და რა თქმა უნდა, თავარი რაც არის ამ მითკიცებების სასამართლოზე წარდგენა. როგორ უნდა ავიღოთ თითის ანაბეჭდი, როგორ მოვიძიოთ დამნაშავის კვალი, მოკლედ როგორ უნდა გახდეთ პროფესიონალი დეტექტივი. პროგრამა მესამე, მეოთხე და მეხუთე საბეხურებისაგან შედგება. სწავლების პირველ ეტაპზე თითის ანაბეჭდების აღებას, დამუშავებას, ნივთმტკიცებულებების მოპოვებას და გაშიფრვას და ფოტოგრაფიას სწავლობენ. შემდეგი საფეხური უკვე სრული კრიმინალისტის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. სწავლის მეოთხე და მეხუთე საფეხურებზე გასაგრძელებლად მხოლოდ უნარების გამოცდის ჩაბარებაა საჭირო. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გაგვაჩნია ამისა, რომ ვასწავლოთ ადამიანს საზოგადოებასთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, დასაკითხი პიროვნებებთან ურთიერთობა, ფსიქოლოგიური თავისებურებები, ჩვენ ფსიქოლოგებთან ერთად ვამუშავებთ ამ პროგრამას, ფსიქოლოგიური თავისებურებები, გამოძიების ფსიქოლოგია და ის, რაც უნდა იცოდეს დეტექტივმა, ანუ გამომძიებელმა. იმისთვის, რომ კურსი სრულყოფილად შეისწავლოთ და შესაბამისად მომავალ პროფესიონალად ჩამოყალიბდეთ, აქ ყველა პირობაა შექმნილი. სადაც დატოვებ ფეხის კვალს, არა, აბსოლუტურად ცვეთა, აბსოლუტური ცვეთა, ყველა სხვადასხვანაირად ფეხსაცმელს, რომელიც ჩნდება კვალის ამოღების შედეგად. სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ დასაქმების შანსი უფრო მეტ ადგილას გაქვთ. შეუძლიათ უკვე კერძო დეტექტივებად მუშაობა, შეუძლიათ საადვოკატო ფირმებში მტკიცებულებების მხრივ, მოპოვების მხრივ იმუშაოთ და ერთი კიდე რაც არის, თუ მაგალითად არ მოეწონება ბავშვს ამ კრიმინალისტიკის მიმართულება, აქ ჩვენ ფოტო გადაღებას ვასწავლით, ფოტო ხელოვნებას ვასწავლით, უბრალოდ მესამე საფეხურზე შეიძლება პროფესიონალი ფოტოგრაფის ჩამოყალიბდეს. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესიული პროგრამა ახლნაკად სექტემბრიდან მიიღებს. მანამდე კი რეგისტრაციისთვის ან უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად უნივერსიტეტს უნდა მიაკითხოთ.